ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თან დაკავშირებით სხვადასხვა აზრის მიუხედავად, ამ თემაზე ლაპარაკი ცხადია აქტიურდება, იმიტომ რომ ოქტომბრამდე რჩება უფრო და უფრო ცოტა დრო. მიუხედავად პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების თავდაპირველი ძალიან მკაცრი პოზიციისა, აი მაგალითად ლელოში აღმოჩნდა, რომ რაღაცნაირად, ანუ მაგალითად ერთ-ერთმა მათმა წევრმა, მაგალითად ვიკა ფილფანმა თქვა, რომ ყველა სცენარის შემთხვევაში ისინი აპირებენ, რომ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენ ვიცით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, თუმცა მაინც აინტერესოა, ხომ არ ხდება რაიმე პოზიციების გადალაგება თავიდან შეჯერება ამ საკითხებზე, ან რას ფიქრობთ თუნდაც აი ლელოს ამ ტიპის მიდგომაზე? ეხლა პაატა ბურჭულაძის მეთაურობით და ინიციატივით უბრალოდ მიმდინარეობს მოლაპარაკება ამ საკითხებზე სხვადასხვა პარტიის წევრებთან ერთად, მათ შორის გუშინ გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა და მიდის მსჯელობა თუ როგორ და რა ფორმით უნდა იყოს ეს ყველაფერი. თუმცა ჩემით და ჩემი პარტიის აზრით არის ის, რომ რუსმა ივანიშვილმა, ხელისუფლების მიმტაცებელმა და არაღიარებულმა მთავრობის მეთაურმა ივანიშვილმა და იმ გაჟონილმა CSKO-ს შავლაქიანმა კაცმა არ უნდა ჩაატაროს ეს არჩევნები. ეს არის, რა ვიცი, ისეთი რამ, რასაც არ შევცვლით უბრალოდ და დანარჩენი უკვე მომდენო დღეებში საკითხია თუ როგორ და როგორ პოზიციაზე შეჯერდებიან.